მოგესალმებით ძვირფასებო, მე დაილო ისევ ეთერში ვართ, ისევ პარასკევს გავა ეს გადაცემა და დაპირებულისამებ რაღაცები გვაქვს, რაღაცები არ გვაქვს. მე წამოვიღე დღეისთვის ერთი მაყურებლის თხოვნით, რომ მომმართა, რომ აი შენო ეს მოჭრილი თითებითო მაგალითად რო თევზაობ და რაღაცაო, ნემსკავზეო როგორ ახვევო ძუას. ანუ ეგრეთ წოდებული კრუჩოკი და ლესკა. ეს სათევზაო ენაა რა მაინც რა. ანუ ჩემთვის როგორც ბავშვობაში იყო ჩინური მანქანებზე ბაზარი. ხო და ამას მე ცოტა ხანში გადავდებ. რაღაცას მიყვებოდი საინტერესოს შენ მე. სანამ დავიწყებდი, პირველ რიგში ამაინტერესებს იცი, ეხლა რო შევოთ ხოლმე ეს ეთერი უნდა ვთქვათ? ეთერი არა ხათუ. შენ თქვი, შეჩემო ეთერში შევედი. ეთერში ვარ თქო ეს პროსტო ისე ვიღადავ. ხო და მეც ვამბობ ხოლმე და მაგიტო. მე ჩვევა მაგიტო. გადმონაშთია რა. მაგრამ რაღაც ცისფერი ეკრანი. ცისფერი ეკრანი ეხა ნამედანი. ცისფერი ეკრანი. შევიჭო ნანახი გაკ 80-იანი წლების, ანუ არქივები 70-იანი წლების მოამბე როგორ ბაზრობს იმაზე რა ქვია ვიღაც ტიპებსო დაიჭერენ დრაგები კაიფში რო დაიჭერენ ნანახი გაკ ეს ადამიანები დიდი ხანია საზოგადოებას მოწყვეტილები არიან ისინი მოწყდნენ და მათ აღიარებაც კი არ უნდათ ახლა ჩვენ ნახავთ მოქალაქე შპს მსს ტკს და იქ განან და გოგოებს იფარებენ იმაზე და არ ვიცი სადღაც იქ ამის 11 საათი იყო ეძინა მთელს არ ეძინა ორ არამზადა ვინ არამზადა რა არამზადა ეძინა მთელ ქალაქ ეგ რა დრო იყო ბიჭო რო ნება მარც ცაცია რო იყავი შეჩემა იმაზე გიტრაკებდნენ და არა მარჯვენა უნდა იყო არ გახსოვს მე ვიყავი შენ მოესწრებოდი კაცო მე მოვესწარი ცოტა საშინელებებს პიონერი ვიყავი შეჩემა პიონერებას მოვესწარია მაგრამ ნო ხულიგანი პიონერი მაგრამ მაინც პიონერზე გამახსენდა ხო ის ანეკდოტი რა მიხოსრებნები რა თქვენი შვილიო ძალიან თუ დასწავლობსო და რაღაცაო და мотиваცია მიეცითო რამეო რა სახში რომ მივა და პიონერის ხელმძღვანელი მოგწონსო მაგას ახუცოს ნეყნავინო მაგას ვიყავდა მთელი ბავშვობა მამაჩემი შენ კაი პიონერი ხელმძღვანელი ყავდა ერთი მაგას მეუნებოდა მეორე საჭმელი რა გვაქვს რომ ამბობდი ხომ 90 წლებში აქტუალური იყო ეგ და საჭმელი რა გვაქვს მეუნებოდა ბუსკვერცხები ან ვირის თავფეხი ეგეც არ შემიძლო და თუ ეტყოდი რომ როგორ ახარო მეზობელი ვინმე თუ ეტყოდა მე ხო როგორ ხარ ტოკავ ჯორი ყურივით აი ეგ მახსოვს რომ აი კახური რაღაცების აიობების სახში სულ ეგენი იყო ხოლმე რა ჩვენ დღეს ვიდეოები გვაქვს ვიდეოები ამ ვიდეოებამდეც მივალთ ანუ ჩვენ დავარეაქტებთ ოღონდ ეხა როგორი სისტემით შეერჩია ეს ვიდეოები 5-ში ერჩია ვაკაჭიმ ოღონდ არის 5-ი შევარჩიე მე ჩემი არის ის ვაკაჭიმ მე არ ვიცი ვაკაჭიში ყველა ვიდეო არის ლეპტოპში ლეპტოპიდან გავუშვეთ ჩვენს უყურებთ აქ და თქვენს ეკრანზე ნახავთ მე თქვენი კომენტარები აუცილებლად დაწერეთ რა ფიქრობთ ამ ვიდეოზე ხო, ანუ ეხა აქ როგორც არის რენდომ ჩაყრილი, ისე გავუშვებ. ზოგი შენია, ზოგი ჩემია. მაშინ play და მე გავაჩენოთ და ვიბადროთ. კაი, ნუ შემილია ჯერ მარტო შენები გაუშვა თქვათ. მიკროფონთან მიდი. ახლა სუმავიწყდება მიკროფონი. მე სუმავიწყდებოდა ხოლმე. ეს რომ გავწიე ხო, მოკლედ, აბა გთხოვთ ჩართოთ ფირი. სანამ ფირის ჩართოთ ერთი რამე მინდა კითხო რა. ცრუწმენები გააქვს შენ ზაიობები ცრუწმენების? ანუ ცრუწმენები რამდენად აქტუალურია შენ ცხოვრებაში? ეხა იმაზე ხომ მოვყევი ამ დღეში რომ ჩავარდი და ფული უნდა იშოვო და კატამ გადამირბე. რაღაცები არის. აი გააკრია, ეხლაც გააკ რეაქცია თქვა შავი კატა თუ გადამირბე. არა, ეხა არა. არა რა შავმა კატამ გადამირბინა და რაღაცეებზე მაინც მაქვს, იცი? აბარაზე. აი შავ კატაზე არა. სპორტის პონჩი. აი ნაგვის გატანა საღამოს არ შეიძლება უფულობა. ბაზარი არა. ახო გაგიგია ეგეთ. მაგას შემიცოლი მეუნება ხოლმე და ეხა აღარ საპნის ხელში მიცემა. ადრე მეკიდა. მე მგონი ფინანსური ამბავი მე. მაგ პონჩი მიჭირს და და იქ რო ჩაყופეხი. დღეში ჩაყავი ფეხი. ან დაგასკლინდა. ჩიტმა დამასკლინდა ხო? აი ეგეთი რაღაცეები თორე. დაგიხარდება მამეთ ჩიტმა რო აღარ მინდა რა. ისედაც არა. ეგეთ აღარ გინდა რა ცრუწმენა აღარ გინდა ბრატ თუ მაყუთი აღარ გინდა. დაჯმა აღარ მინდა ფეხში ჩაწყვა არ მინდა არ შეიძლება სუფთად ვიშოვოთ ეს ფული ან ის ნაგავი გადავყარო არა მე მაქვს აი მაგალითისთვის ბიჭო ცრუწმენები აი სპორტშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მე არ ვიცი ხა ნაღდია თუ არა მაგრამ მე მახსოვს ბავშვობაში ბაზროდნენ რომ პავაროტიო ერთხელ არ გავიდაო სცენაზეო ცხვირსახოცი ხო უნდა ჭეროდა ხელში ხა პასტენად ბაზარი არ არის იყო ბაზარი რომ ეგ არ ვიცი რამდენად თილისმა სხვა რამეა კიდე ხო, რომ ნუ ეგეც რაღაც პონჩი, კაი, თილისმა კიდე სხვა პონტია, მაგრამ ლურსმანი ედო ხოლმე ჯიბეშიო რა და ერთხელ ლურსმანი არ ქონა თურმე ჯიბეში და სცენაზე არ გავიდა. ეგეთი ლეგენდა დადიოდა. ამდენად მართალი არ ვიცი, მაგრამ ცრუწმენები აქვს. მე მყავდა ძმაო გუნდელი
ორი კვირა არ ბანაობდა, იმიტომ რომ სანამ გოლს გავიტანო, სანამ გოლს გავიტანო, არაო და ფიქრობდა რომ რაც უფრო დაუბანელი, ანუ მე რო თამაშობდა ხოლმე უფრო მეტი ოპლი მოგდისო თუ რაღაცაო და უფრო პროცესში ხარო ჩართული და კაროჩ და ჯეროდა რომ თუ დავიბანო იმაზე ვარო რა, პალასაზე ვარო რა, გოლებს ვიტანო და არაო და ჩემ ერთ ოთახში ვიყავი ჩეჩემად, რო ვიტანდა მე ეხუტებოდი. პირველი ერთი კვირა კი. მე შორიდან და მე საერთოდ არ ვეხუტებოდი. მაგრამ ეგეც ზარგები გამიგია, მეც მაქვს. აი მე მაგალითად ბიჭო დაჟე როდის მაქვს, იცი? აი თამაში რო იქნება ხოლმე NBA-ის ღამე და მეორე დღეს რო დილით ვუყურებ გამეორებას, რო არ ვიცი ანგარიში ისე, ჩემთვის ხო ლაივია რა, მაგრამ თამაში ხო მორჩა. და მაინც მქონია რაღაც აი წიკები რომ აი ხა ესეთ უქენი გუნდი წააგებს რაღაც წააგებს ეჩემ ან მოიგო ან წააგო მორჩა თამაში და იმაზე აღარ ვიძახი რა ეხა ერთი სპორტული ჟურნალისტი იყო ამერიკაში სკიპ ბეილისი ქვია და ეკყვებოდა რომ აი ტიპი როგორ არის იცი თავის ცოლთან რომ უკრძალავს ან ნახე ცოლი ეუბნება რა თქვა შენთან ერთად მინდა უყურო კარგი მაგრამ იცოდე სანამ შესვენება არ იქნება არც ერთ პონჩი ოთახიდან არ გახვალ ანუ პონტი არ არისო და ანუ ეს ტიპშა ყავდა, ერთად უყურებდნენ ამ ამერიკულ ფეხბურთს ან NBA-ს და აი რომ ტუალეტში რომ მოგინდეს ვეღარ გადიხარ რა და ერთხელ გავიდა და თუნდაც წააგო და მაგის გამო ჩხუბი ქონდათ ანუ. ცუდად აქ დაცდილი. ხო, ცუდად აქ დაცდილი რა. ხო და ეგ ხო ენერგია. აი ხა ჩვენ რომ ამბობთ, მაგალითად აი ჩემს შვილს აქ მაგალითად ტელეფონში დაყენებული რაღაცეები. სურათები, ფოტოსურათები ეს არის, ნუ რაღაც შეიძლება იყოს რაღაცა აქსესუარები, რაღაცა მანქანა, რაღაცა ესა ლეპტოპი, ტელეფონი, რაღაცა ეს რა არის მეთქი ვეკითხები რა. და ეს არის რაღაც ახალი ტრენდია, ახალი ტენდენცია, რასაც ფიქრობ, გისრულდება რა. რა სიძახი. ხო, აი ეგეთი რაღაცეებია. მე აი მე მანქანა მიყერი. მანქანა მინდა რა. ეგ თემაა შეჩემა. მაგაზე ფილმიც არის, ხო გებაზრებოდი სანამ შემოვიდა. ხალმა გადაიღო ავსტრალიელი ქალია, სახელი არ მახსოვს, გვარი არ მახსოვს. ეს ფილმი? დოკუმენტური ფილმია, ერთი Secret. ხო? ხო, აი მაგაზე ბაზრობენ ზუსტად, რომ შეიძლება, ანუ თუ ღმერთს ევედრები, თქვა სანთელი, ხო არის ზოგი საჯამრთელობას ევედრება უფალს, ზოგი მართლა რაღაცა ცუდი სიტუაციიდან გამოსვლას რაღაცეებს და ზოგი რას და ზოგი რას ევედრებს, ზოგი ფინანსურად უნდა რომ წში გასწორდეს. აი ეს ყველაფერი არის ზუსტად იმ ენერგიისთვის, ვინც შეიძლება ათეისტია თუ არ არის ათეისტი, იმ ენერგიისთვის მიპყრობილი ეს ოცნება კი არა, ფიქრი. რომ მოიზიდო და გისრულდება 100%-ია. ხო და მან ხო ერთ-ერთი ხაზი რაც იყო რა, მაგ ფილმში იყო და ეგეთი ისტორია მახსოვს. რო ტიპი იყო, რომელიც ყოველდილით იღვიძებდა და ყოველდილით გაიღვიძებდა, რა იქნებოდა ახლა სანამ არ დაიბრდები იღვიძებ, მაგრამ დოლარიანზე ქონა მიხატული 6-0-იანი რა და ანუ რო იღვიძებდა, აი მილიონს უყურებდა და მე მილიონერი გახდაო რა, იმიტომ რომ თურმე აზრების მატერიალიზაცია ხდება, შე რო რაღაცას ფიქრობ და გინდა ძალიან და იზიდავ. მილიონი მინდა ვიშოვო მე. ხელიც გაატოკეო ეგ თემა რა, მაგრამ რავი არიან ადამიანები, ვისაც ისე ეხმარება, აი ისე ეხმარება ალბათ. ეგრეა თუ არ არის თუ შეჯერა რომ ეგრეა. მაინც მოქმედებს რა ჩემს. მე გამოცდილება მაქვს რაღაცებში მე მივხვედრილ ვარ ამას რომ იმდენი ხანი მიფიქრია რაღაცაზე, იმდენი ხანი. არა გამას უნიშნულობა 3 წელი, 3 თვე, ეს 3 ცოტა საკრალულად ავიღე, შეიძლება 2 კვირა, 16 დღე არა აქვს, მაგრამ რაღაც გარკვეულ დროის მერე ეს ახდენილა რა. რომ აი რაღაც აი ელემენტარული თქვა ტელეფონი რა. და საიდან გაიჩნდა ეს ტელეფონი როგორ გაიჩნდა? ან ვიღაცა გჩუქნის, ან შეიძენ, ან რაღაცა განვადებით იყიე, მაგრამ ტელეფონი გააქვს. აი ეგეთი ენერგია არსებობს რა, მე მჯერა ამის. ნუ სრულწმენიდან განსხვავებით, ამისი უფრო მჯერა, იმიტომ რომ ნახე რა, ტიპები აკეთებენ ამას, არის ეს ფილმი და ტიპაჟები არიან, რომლებიც ამებს ყვებიან და მართლა მილიონერები გახდნენ. ნუ ძირითადად უფრო მატერიალურ რაღაცებს იმაშვებიან. საიდუმლოა. და ჯერ ასე ამბობენ, იცი რომ აი ვალი მაქო და ვალი აღარ მინდა მქონდეს. სწორი მიმართულება უნდა ვალის პონჩი, შეიძლება უფრო მეტად დაგემატოს. იმ ენერგიამ არის ის, ანუ შენ უფრო მარტო ვალზე რო იფიქრო, შენ ვალის მოშორება გინდა თუ ვალის დამატება გინდა, მაგაზე არ შეიძლება ვალი გაგეჩითოს რა. ეგეთი რაღაცა. მაშინ ეგეც უნდა დააკონკრეტე. ეგეც უნდა დამიკონკრეტე. აი ეგ ბაზარი. და იმისი თუ გჯერა შენ, რუქები რო კეთდება ხოლმე პირადი. ზოდიაქოს პონჩი რა, ეხლა ყოველდღიური ზოდიაქო რო დღეს წითელზე ნუ გადახვალ, თხის რქები, ეხლა გასაგებია წითელზე არც დღეს უნდა გადახვიდე, არც ზეგ და არც მაზეგ, მაგრამ აი რო ადიხარ ტიპთან და რუქას რო გიკეთებენ, რა ღირს არ ვიცი.
გონი $300 თუ $100 არ ვიცი. და ტიპებთან მიდიხარ და ყველაფერს დეტალურად გეკითხებიან, ანუ რა, როდის დაიბადე, რომელ საათზე, რა ხდებოდა იმ დროს და მე გიკეთებენ რუქას და გიბარებენ და ესენი ახლა როდიდან ჯერა მაგის ჯერა რა ეხა 1001 დღამეში და როდიდან მოდის ეგრო ზვიდაჩოტები რო არა ტიპები რაღაცა და ვარსკვლავი ითვლიან რაღაცა და შენ ბედის ვარსკვლავიც მაგედან არ მოდის შენ ვარსკვლავებით გამოგითვლიან შენს მომავალს რა ასე თუ ისე და მე რაღაცები ხდება ალბათ რაღაცები არ ხდება ალბათ ესეც ალბათობა მაგრამ დიდი ალბათობაა რა მან ოკეი ოკეი. ნუ გაგეცი? კი, კიდე იმაზე მინდოდა მეკითხა, მაგრამ ჯერთი რამე ლისტი მინდოდა ცრუწმენების. მოდი აბა ყველას ვკითხოთ და ვინც აქ არიან კიდე ჩვენი ოპერატორები მაგათაც ვკითხო. კაი, შენ თქვი ერთი ცრუწმენა, რაც არსებობს. აი, ნაგვის გატანაზე ცრუწმენა მაგ ხოლმე და ან მეზარება რა და კატო რომ მე არა ეხლა 6 გადაცდა და ბზდეჩავი და მე ნაგავს არ გავგავ. ოკეი. შენ ისეთი კი არა რაც გაქვს, ისეთი რაც იცი. შავი კატა. აი, ოკეი, მე დღემდე მაქვს მაგაზე რეაქცია. შენ რაც იცი, რაც შენ გაქვს კი არა. მარილის გადაყრა. შენ მაგიდაზე ჩანთის დადება რა ბაზარი? ხო, უფულობა იცის. მართლა? სტოენა მიცი. ბავშვობაში ბავშვობაში მენა სულ მაგას მეუბნებოდა რა ნუ სტოენა. დანის დადება. დანის ხელში მიცემა. ხელში მიცემა უფრო სწორედ, ხო? აი, სიბერეზეც 1-2 სიტყვა და ვიდეოებზე გადავიდეთ. სიბერეზ რას გულისხმობ? რა პირველი სიმპტომები რაც შეატყე, რომ ბიჭო რაღაცა ხო არა, ვაფშე არ დაბერებულა, მაგრამ აი ეს არა, მე რას გეუნებიცი, აი რომ მიგახვედრო სწორედ რა, ვაფშე არ დაბერებულ ხარ და ასაკი ციფრებია. მეც ეგრე მგონი. ასაკი ციფრები. ეგრე ვარ, მაგრამ აი რაღაცეები არის ისეთი, რითიც აი ისეთი ციკ, აი მაგეთ რო დგები, უფრო და უფრო ვაკვირდები, რომ ადგომის დროს ცოტა ესეთი რაღაცას ვაკეთებ. არა, ეხ სახსრები თუ არ მოძრაობ, ისედაც დაგემართება, ეგ სხვა რამეა, მაგრამ ის არა მაქვს, რომ აი იზმენები რო აქვს, თქო, აი ბაბუები რო არის და აი ესეთი ადგომები რო აქვს, აი ესე ხო არიან და ესე კი არ დგება. აი ესე რომ მოდის, ბაიდენი ვით. მე ამას რო დააწევე და აი ეგ ხა დაანადრია. და აქედან ორჯერ რო ამბობს, შიშები რო აქვს სიკვდილში. გაზი გამორთე და მეორე უფრო ხომ გაზი და ისე აი და ისე და იმ წამოწევას რა აზრი აქვს გობას არაფერი აზრი არ მაგრამ ეს მოდის ისევ და შუქი რატოანთია შუქი და ის ეკონომია იქ ესეთი რაღაც მარაზმი ორჯერ რაღაცის თქმა რა ბაზარი აი ესეთ რო იცოდი მაგას მოგიყვები რა არის ეს რა ხო ერთი ბაბუა იყო ყრუ იყო რა დაყრუდა ვაფშე აღარ ესმის რა და შვილი ყავდა იკაკო ყოველდღე იკაკო სკოლაშია, კინოშია თუ ძმაკაცებთან თუ სახლში არის ის. ნუ სახლში არ არის რა. მაგრამ ვერ ხედავს და ყოველდღე ფანჯარა ღია და ამ კაცის ხმა ისმოდა. იკაკო! არც ერთი წუთით! ანუ ზეპირად იცოდა იმის პა. რა? არც ერთი წუთით? არც ერთი წუთით. არც ერთი წუთით! მოდი ის არაფერი ცოტა ხანი და რამე არა დასაგებია ზეპირი აი სანამ ძალიან ჰარდკორში წახვედი შენ სანამ გაიხდი მოდი მე ეხლა ცხელა ხო ეხლა მე მაყურებლის თხოვნით ჩემოილო აი წამოვიღე მოდი იმეც მომაზუმე ეგრეთ წოდებული ნემსკავი რა აი რომ აინტერესებს რომ ხა მოჭრილი თითებით ეს არის ნორვეგიული კარგი მეთევზეები ვიკინგები არიან და მეთევზაობის მეტი რა რუსებიც მაგარი მეთევზეები არიან სხვათა შორის კი არ გევასებათ მაგრამ რა ვქნათ რას ვიზამ აი ეს არის ნორვეგიული კვანძი რომელიც 99-98% უჭირავს ამას და ყველაზე ადვილი ეს შეგიძლია სიბნელეში თუ გაიწაფები ძალიან ადვილია და აი ძალიან მარტივად კეთდება ჩანს ესე აი ნახე ესე იდებ ძაბს აი აქეთკენ უნდა კონდეს ეს არის ცივიოს ეძახიან ეს თვითონ ყავია ხო აი ნახე აი ამას იღებ ესე ამას არავის არ ვასწავლედი მაგრამ ვერც ისწავლეთ ვერ და არა თუ არ ეხა თუ არ იმიტომ ასწავლი რომ ვერ ისწავლია ხო აი ნახე ორთი ცუყრი აი აქ ორთი ცუყრი ეს ზევით უნდა იყოს მიმართული ესე ორთი ცუყრი და წავიდა აი ნახე როგორ მიდის აი წავიდა ეს რას 1
2 3 აი ამას უყრი რა მოჭიმავ ამას ქვემოთ წევ ამას ზემოთ წევ ულამაზესი და ყველაზე ისეთი კვანძი კესება რა შეგიძლია აჩვენო შეიძლება ვაჩვენოთ აი ნახე როგორი კვანძი აქვს ჩანს კარგად აი შეგიძლია უკვე სიმნელი ეს არ წყდება რა ნამდვილად არ წყდება შეიძლება მე მაგალითად თვითონ ეს ნემსკავი გამტეხვია დიდ თევზზე მაგრამ ეს არ გამწყდა რა შანსი არ არის ამის მით უმეტეს ეხა აი ახალბედა მეთევზები ვინც არიან და იციან ეხა კარჩხანა რო კარასი რო გადაყლაპავს ბოლომდე იმის შეგიძლია თავისუფლად ამოქაჩო და აღარ გჭირდება იქ მაკრატელი რაღაცა დამხმარე საშუალებები პირდაპირ ამოგლიჯავ და არ გაწყდება არ არსებობს ეს უბრალოდ ეხა იმის მავთულით არის რბილი მავთულით რა მოკლედ აი ეს არის ყველაზე კარგი კვანძი ჩემთვის მისაღები ამით ვთევზავ ერთი 30 წელია ეს კვანძი რაც ვისწავლე ჩემმა ძმაკაცმა მასწავლა თამას თაქთაქიშვილმა პრივეტაცეც ხო და აი ეგეთი ტიპია რა ერთი მასში აითვისე როგორ რთული სასწავლებლად რთულია მაგრამ აი ესე უკვე მაშინ არ იყო არც ვიდეოები არ YouTube-ი არ არსებობდა არცად არ იყო და მან მასწავლა და ამას ვიყენებ მეტი ეს ძალიან მარტივად კეთდება კიდე ნუმერაციის მიხედვით იყიდება იციან მეთევზე ნემსკავები და აი რა ვიცი ყველაზე პატარა ეგრანომერია ბატონო ეგრანომერია ეს იქნება არა გააჩნია რომელი ფირმა ახლა გამაკაცოა მიკადოა რა არის არ ვიცი რა ფირმა შიმანოა გააჩნია ყველას თავისი ნუმერაცია აქვს მაგრამ თვალით მაინც აი ამითი იზომება აი ეს სანტიმეტრით ადვილად რო გაიგონ აი სანტიმეტრი მილიმეტრი და ყველაზე დაბალიდან მაღლამდე ყველაზე მაღალზე შეგიძლია გააკეთო მშვენიერი კვანძი რომელიც აი ყველაზე ნაჯოჟნია რა დაიმახსოვრეთ ისწავლეთ გამოგადგებათ ყველგან მოკლედ აი ეს მინდოდა მე ჩვენებინო რა ძალიან მარტივად აი ამ ორი თითით ვაკეთებ რა და ამ ორი თითით ასე რომ დანჩენ 8 თითი არ მჭირდება არც აქეთ არც იქით აი გადავიდეთ ჩვენ ვიდეოებზე იმედია დაეხმარება შენ რჩევა ვისაც თევზა სწორდება დამწყებებს განსაკუთრებით თემები შეიძლება შემოვაგდო მაგრამ ვისთვის საინტერესო ეს ელექტორატი ძალიან ცოტაა მე მგონი თევზაობა ცალკე თუსოვკა ხო ჩავრთო შენი ვიდეო აბა მიდი გავუშვი მან დავაი წავიდა სად ვიყურე აი იქეთ არის იქით და ეკრანი ეს აი გვაქვს ეს კატო მარიც ეს მე და დუალიპა ვართ შენ და დუალიპა ხარ მე და დუალიპა ვართ აი ეს კადრები არ იცოდა არც მაყურებელმა ძველი კადრებია სანამ იმღერებდა მანამდე შენ და დუალიპა ამ ვიდეოს დავარქვათ ვაგაჭი და დუალიპა რამდენი ოცნებებდა ბიჭო ხა დუალიპასთან ეგრე პატარა ვიყავი გადახვევას ხოლმე გადავები შემდეგი ნახო შენი ხო აბა მიდი რა მაქვს ჩაგდებული არ ვიცი ხო და შენები მე რაც ვიცი რო ეს რა არის უყურე საკეთე ორღოდო აიცად აი სახე ერთი მაგრამ საიდან გააცრო გეთი რაღაც და იგივე რო არის შიგნითაც unboxing-ი ნახე რა შეხედე ორღოდო ბიჭო რა მაგარია ეს ჩემშულა შეხედე ცხვილი აქვს 7 ნოემბერივით შეხედე საღო ძმაო რა ხე თავის გაკეთებულია თუ ნაყიდია არა მამამა ჩუქ მამა არა რატო გეუნები იცი რომ თუ იყიდება მინდა რა ესეთი ესე რომ მივიდე ჩემშულთან და ესე გავუკეთოთ ეს გაიხსნას და რაღაცა დაბადების დღეს ალბათ ტიპაჟი მომეწონა შიგნითაც რო იგივეა რო ელოდები და რა გაიხსნა კიდე არის შენი არის რაღაცები ჩავყარე გუშინ რა მეთქი და არ ნახე აი ეს მე ესეთი რა თქვა აუწიე რა ეს ახლიდან დავიწყე მაიცა აუწი გადადგა ხალხი კიდე რა შეუბნება რო გადავდგარიყავი აქ იქნებოდი ედიკაზე მინდა ძალიან მაგარი ედუარდ შევანაძე ისე მაგარი იუმორი ქონდა ძალიან ხო და ერთი კადრი არის და მე წაშალეს თუ სად გაქრა არ ვიცი მოკლედ სააკაშვილი დანის მაჟორიტარად უნდა რომ წარადგინოს რა
ხო და იქ რაღაცა მისულია და ეუბნება ეს იქნება თქვენი და რაღაცა და წარმატებული ახალგაზრდა რაღაცებს ამბობს რა და ვიღაც ქალი არის ესეთი მოაჯი პირილაზე რა მოაჯირზე ეს ძუძუები უდევს ეს და ბატონო ედუარ ძალიან მიყვარხარ ყველაზე მეტად მე მიყვარხარ სამი შვილი შემწირეთ თქვენ ბრძოლაში და თქვენ ბაზრობს რა ეს ქალი მეორე სართულზე ძალიან მიყვარხარ თქვენი გული თქვენ გეკუთვნით რაღაცა და ეს ხება ამევიდე აუ რა საყვარელი კაცი აი მაგარი იუმორი ქონდა აი იუმორთან ეხა სხვა რაღაცებს შევეშვათ რა კონკრეტულად იუმორს თუ ავიღებთ და ქარიზმას საოცარი ქარიზმა და საოცარი იუმორი ქონდა და გელა ჩარკვიანმა რო კითხა აი როგორ მოახერხეთო რომ ყველგან აი რა ბერლინის კედელიო ის გარბაჩოვი პროჟექტა პერესტროიკა ესა ყველაფერიო რაღაცა და აი ეს რანაირად თუ რა არის ჩემო გელა სიტუაციას თუ პრო შაში მოვა თავის ფილ თეთრი მელა ხო, მაგრამ რა გინდა კისინჯერმა 1-4 გვერდი მიუძღვა კაც, მეტი რა გინდა. ისეთი მასშტაბური ტიპი. მე მახსოვს იმას უყურებდი რა, რა ქვია, მას ეხო თავდასხმა მოხდა ერთხელ არათან ორჯერ და ერთ-ერთი თავდასხმა რომელიც უკვე შევიდა ისტორიაში და არქივში ლეგენდარული არის, პრეტელებიანი მაიკისულით რო არის და ვერ ეღისები თქვენ მაგას, რო იძახის. აი მაგ დროს უბრალოდ ქონდა ჩართული მამაციგული როა შოტლანდიელებზე, ხო იცი? ხოდა უღურება ხამ შოტლანდიელებზე და ფრიდომ და მთელი ამოვიდა კულმინაციაშია ფილმი მისული და უცებ წდება და შევარდნაძე იჩითება და ვერ ეღისები აუ მეთქი მე ყოიცი რა და როგორი ჩართული ვიყავი და გათიშეს უცებ და ეგ აიჩი და რა უთქვია ერთ მესამეჯერ რო ააფეთქეს ხო იცი როგორ ხარ დამაყრუებელი დამაყრუებელი და მიაღწევენ თავისაც მე ეგ არის დამაყრუებელი რა მაგარია ბახ ბუხ კაი კიდე ერთი შენი სანამ ჩემს ზედა აბა წავიდა ჩემი აბა რა არის Dickens უსმენ My girlfriend loves Dickens cider. My sister can stay with us for a month, and my husband can go stay without the Dickens cider. My girlfriend loves a Dickens cider. My mom loves a Dickens cider. My sister loves to wake up in the morning with the Dickens cider. ალიზარია ეს არიცოდი არა Dickens ეს იქაური რეკლამა არა ვისი რეკლამაა მომბას გაფ სასმენია სიდრი რა ჩვეულებრივი სიდრი მაგრამ დიკენსის სიდრია მაგრამ სხვანაირად ჟღერს არა აშკარად სხვანაირად ჟღერს იმიტომ რომ мама ჩემი ბედნიერია როცა დიკენს აიდერს ვავს დედა ჩემი გიждდება დიკენს აიდერს ოღონდ мама ჩემი როცა ვავს ხო და შენ გვიყვარს დიკენს აიდერი საშინელება ისე რეკლამებს თუ მივადგებით ყველაზე სიგიჟე რეკლამა ერთ-ერთი რაც მე მინახავს და რასაც ეხლა თანამედროვეობაში ვერ გააკეთებდი ალბათ იმიტომ რომ არც გაგაშვებინებდნენ და დაგმოყავდნენ იყო გურამ ჯაში ხო გახსოვს გურამ ჯაში გიტარა აი ეგ გურამ ჯაში რეკლამაშია და ის რო იყო რაღაცა პირველ აღზე რო გადიოდა ბიჭო ადრე სერიალის მარეხი რო იყო და გვიან ღამით თუ რაღაც რო ერქვა ეკაკახიანი დეგენი ეგ მარეხი დიდი მკერდით ძალიან მონაწილეობს ამ იმაში რა სარეკლამო რგოლში რა და არის გურამ ჯაში რომელიც არის სახინკლეში და იმენა აი კადრიდან ჩანს რომ აი ხინკლის ოხშივარი რა და გადატენილია სულ კაცები არიან იქ რა და უცებ ეს მარეხი დიდი ბევრი ლუდით მოდის და უდებს ამაც ეს დიდი მკერდით თუ ისე ასე შვებოდნენ ხოლმე ეს არ შვება მაგას და ესედებს და ეს კაცები არიან და უცებ ეს გურამ ჯაში იძახის ნეტაი შამა მატნის ტყნაბედე მანი ტყნიო თუ რაღაცა ლექსი იძახის და მე გაყავს ეს პერსონაჟი, მარეხის პერსონაჟი, ერთად გადიან ტუალეტში და მარეხი გამოდის, ეს იაკეთებს, გადის და ეს მოდის და იკრავს რა იმას რა, ელვას რა თუ რაღაც. და ანუ ეხლა რო უყურებ, აი უკან არის ხვით, არ ვიცი ეხლა პროსტო მქონდა და ჩავაგდები. იმპერიოში. ხო, იმიტომ რომ რომელი ერთ-ერთი არ მინდა თქვა რომელი ლუდის, ერთ-ერთი ლუდის რეკლამა იყო. ეხლა წარმოვიდგინეთ თანამედროვე. ხო დაგამახსოვს. ისი რეკლამა, ხო, არ თქვა თუ იცი. იცით ეგ რეკლამა? აუ რა სიგიჟე. მე არ ვიცი, მაგრამ აი ერთ-ერთი ყველაზე შუტკი რეკლამა. ხო. მე მევასება და ძალიან უხდება დღევანდელ თბილის ეს რეკლამა, ჯინსის რეკლამა, არ ვიტყვი რომელი ჯინსი, მაგრამ მიხვდებით რა. ტიპი რო იჩითება. ტიპი იჩითება, კარჩე დიდი ყურები აქვს რა, სიმპათიჩნი ტიპია, მაგრამ ეს ტიპი ყურები აქვს რა.
და გოგო იჩითება დიდი ცხვირი აქვს ესეთი რა. აუ ხო, ახლა ვიცი საერთოდ მიდის მე. დიდი ცხვირი აქვს, დიდი ყურები აქვს, რაღაცა აქეთი შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ამას დიდი ყურები ეს მიდის კავშირი ოპერაციას იკეთებს ყურებისადაც ძალიან სიმპათიჩნი და მოუხდება ეს პატარა ყურები და მიიწევს თუ რაღაცა ეს გოგო ცხვირის ოპერაციაზე წოპესთან წავა იქაურწო კაპ კურნოსა ცხვირი რაღაცა და მიდის მაგარი სექსი და სექსის მე სულია რაღაცა და მე სამივე მოდიან ბავშვთან ერთად და ეს ბავშვი კისერზევს და ბავშვთან დიდი ყურები და დიდი ცხვირი რა. ვისი რეკლამაა? დიზელის. დიზელის? ხო, არა, გაგრა რა. არა, და რა კავშირშია, ანუ. არაფერი რა, აი ხანდელ გოგოების დააკვირდი, ახლა მაგარი ნაშა რო გადმოვა, მაგარი მანქანა და ბრტყელთავიანი ბავშვი რო ყავს. არა ხარ დაკვირებული? აი, ძალიან ვიცე რო გოგოები არიან და გოიმელა ბავშვები რო ყავს ეს რაღაცა ბრტყელი. შემდეგი ვიდეო ვაკაჭისი, რომელიც მე არ ვიცი. ეს რა არ მინდა წავიკითხო რომ ვერ სიდრი ვნახეთ, ის ვნახეთ, ეს ვნახეთ. აი, სამსახურშია ეს. რა მონდომებულია. ეს ინდოეთის არისტოკრატების მცველები, პაკისტანელები არიან? აუ, ნახე, ტიპს როგორ უყვარს თავის საქმე, ხო არ გადავა. ავი, სამშობლოში როგორი შეყვარებულები არიან. პაკისტანელები მასებია რა. ონა ამათ გამო არა სუფების პონჩი. ამათ ეხა მე რას ვამბობ, ეს სამშობლო რო კონდეთ საქართველო. როგორ ეყარებოდ, ეს პაკისტანი როგორ უყარდა? იმაზე ვაფშე რასიზმი ნიკაიფე. აუ ნახე რა დღეშია ტიპი. რა ის არის რაღაცა პატაკს აბარებს რა. აი რამხელა სხვაობაა ბიჭო ხა წარმოედგინე ამათ მოქმედებებსა და ისა ბრიტანეთში იქაურ მცველების იმას შორის რა ანუ ორი ქვეყნის ხასიათი რა მაგრად ჩანს რა იმიტომ რომ პაკისტანზე ვიდეო მეც მექნება შენ ამათი მრავალჟამიერი აი მრავალჟამიერი არა მაგრამ მე ხო გიждები პაკისტანელ სუფებზე რა ანუ დინასტიებია რომლებიც უბერავენ ალიხან ნუსრათ სუსმენ ყუსუ მამა ჩემი ძმაკაცი იყო კინოსტუდიაში მოდიოდა ხო რა მართლაში ხო რა ვიცი მე შეჩება დენირო იყო ჩამოსულია და ის რა იაფარულავასთან ერთად იყო და რა ეგრეგრეთო გამიკვირდა იაფარულავა იყო დენიროსთან ერთად ხო მაზარია მაგრამ მაიც ერთი წამი ნუსრატა იციან ნუსრათ ფატე ალიხანი როდინდელია ხო მაგარი იყო ხო და მე ვასე ნუსრატა თაობა მიციან თუ არა ხო მაგრამ ვინც არიცით მოკლედ პაკისტანელი ფოლკი სუფები არიან ერთ-ერთი ყველაზე მაგარ მუსიკას აკეთებენ YouTube-ზე არის ეგეთი პროექტი Coke Studio რომელიც არის Coca-Cola-ს დაფინანსებით ამერიკაში ხდება ეგ ამბავი თუ ბრიტანეთში არ მახსოვს ბერკლის დამთავრებული სტუდენტები არიან რომლებიც აკეთებენ კოლაბორაციას პაკისტანელ სუფებთან ერთად ეხა ზედმეტად კომერციული გახდა ხო ეხა უკვე გააპაფსავეს კონკრეტულად ეგ პროექტი მაგრამ აი უსტად ფატეხ ალიხანი ანუ იმ ნუსრატას შვილი და კიდე ამჯად საბრი და ვიღაცები არიან საოცრება არის მამაშვილის საუბარი აქვს კაკრას მაგარი ვეში ძალიან მაგარია ჩაწერეთ Coke Studio პაკისტან მიაწერეთ და ისი ამონებთ ჩემი აზრით რა და სუფი ქალები მეც ყავს ჩემ პლეილისტიც მაქვს ნუსრატა მე ყოველთვის თალო ზის რა აი როგორი დიაფრაგმა აქვს ტიპს რომ ზის და ის ტიპები არიან ბიჭო მე ხადა აი ესე ლოტუსზე რაღაცა და ამ სისკე ღიპით საიდან ამოდის ამას ხმა ისე მიყვარს ეგენი ხო ურთულესია ჯდომი არეზე ურთულესია ისე მიყვარს ეგენი რომ მე ეგ იცი რატო ეგ ჯდომით დაიბადა ჯდომით ხო გამოვიდა ჯდომით საკეისროთი ხო და ისე მიყვარს ეგენი რომ მე და ჩემი მეუღლე ვიყავით როგორ გითხრა რაღაცა ისე თაფლობის თვესავით კი არა მაგრამ ეგ შინაარსობრივად თაფლობის თვე იყო რა და მე და ანი ვარ წასული კახეთში რა ღოლოიანში რა და ის ღოლოიანი არის მოწმენდილი ადგილი აი მთაზე ზემო ძალიან ესეთი მოწმენდილი არის პაპაჩემ სახლიცაა და უკვე იქით რო წახვიდე ერთი რა 5 კილომეტრის იქით უკვე დაღესტნის საზღვარია და გავშალეთ კარავი იქ ჩავწექით ვართ იქ რა და ფიქრობდით რომ აი ქორწილი თუ გვექნება მაშინ ბაზრობდით რა რომ ქორწილი თუ გვექნება აი აქ უნდა გქონდეს და ჩამოვიყო ისეთი სილამაზეა და პაკისტანელები უნდა იყვნენ რომლებიც აი ამას რაღაცებს იმღერებდნენ იმიტომ რომ მაშინ ძალიან აქტიურად უსმენდით რა პაკისტანულ სუფებს რა და ეგ დუხი გვინდოდა რა ძალიან მიყვარს ტიპები და სხვათა შორის პაკისტანელი სუფი ქალები იქნებიან ოღონდ სხვა კონტექსტში მინდა რომ განახო და მაგამდეც მივა. სხვა კონტექსტში, პაკისტანი ქალები მეზამპატიჟი. იმ კონტექსტში არა. შემდეგი შენი ვიდეო. მეზამპატიჟი სხვა კონტექსტში. სხვა კონტექსტში თუ. გააჩენ რაჭრილში განიხილა. ეს იყო უკვე, მაიცა კიდე ერთი ვიდეო დარჩა შენ. რა რაკურსით შეხედავ და რაჭრილში განიხილა. ან მოგიყვები, მომენტი ჩავთოთ.
ეს რა არის? აუ, ჩვენი სუფები გაიჩიძნენ. ამას გიძღვნი. აი მე. Down baby. რამდენი იქნება ხეცი ამას ნახვა? რაღაც 7 მილიონი ალბათ. ცუდი არა. ტრეკებს არჩევენ ხოლმე. ხო, ნუ ბიჭო, ეხა ხო ეგ ტენდენციაა რა, რომ ავთენტური თუ არის რაღაცა ძალიან ევასებად და ესეც მან შეყავთ. არა, შენ გახსოვს ეს შენ მოგიძღვნი რატო? იცი ქართველები რო ინგლისურად ღერიან მაგიტო. როგორი კარგი იმითი ხო? კი ბატონო. ესტრადის მსახიობები, ვარსკვლავები. სანამ ამ გოგოებამდე მივალთ, შენ გახსოვს ალბათ ადრე მე რაღაცა გადაობა ვიდეო დავდე, რომელზეც რა ცოტა ნაწყენებითაც იყო სტეფანი რა. გახსოვს ერთ-ერთი ყველაზე, აი თუ ავიღებთ რომელიმე მაგალითს, სადაც ქართველი მღერის ინგლისურად და ცოტა მაზალო იჩითება რა. იყო ალბათ voice-ში რო იყო. I remember when I lost my mind. Some pop to place. Even your emotions and echo is on my space. Yeah. და ჩხეიძე იყო მან ჩხეიძე და მერაბა სეფაშვილი. ხო. When you out there without okay, yeah, mana arata. Ama yara mana arata. Chay რა სიტყვე. Because it with the money enough. I just knew too much. Don't tell them it's separately and tell me crazy. იქიდან შემოვიდა ცოტა ეს. აი სომეხი, წელთავიანი სომეხი პროფილში რო არ ჩანს. ვიზა იზახი. What do you do? Oh, what I gotta do? What I gotta do to make you love me? ოფლებიანი რო. ვორაგალ შენ ძალიან ცუდად მოახასიათებს სომხებს იმიტომ რომ ახლა სტადიონზე მოხდა ერთი ამბავი და აი სირცხვილი ვორაგალ აი დავიქრინჯე ქვია ზუსტად მაგას რა სომხები ჩვენი ძმები არიან ჩვენი მეზობლები ისტორიული ენაცვალე მაგათ ძალიან ტეხავს ძალიან ისე სხვათა შორის ტრიო მანდელზე 2 წამით გავხსნა ამდენი ვიბაზრებს ფეხბურთზე და რა ოქენით ეს რა გულ შემატკივრობა ეგ რა იყო ხო არა და ჟილკობა მოვიგე გაუგებრობის ამბავიც იყო მაგრამ რაც არ გაუგებრობა იყოს მოხდა და იმას რაღაცა სხვას გამოექო არ ვიცი კაი ნახე ხა ტრიო მანდელზე 2 სიტყვით გავჩერდეთ და უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ამ გოგოებმა რანაირად მოახერხეს არ ვიცი, მაგრამ მე რო პირველად ნახე რომ YouTube-ზე ჩამირთეს, ახლა მე ამ სტილზე ვერ кайფობ, პირდაპირ ვამბობ. ამათ მანამდეც ხო ქონია და აი ყველაზე მეტად ეს ჟომერი ჟანრი არ მევასება გითხრა? აი ეგ ხო რა რაღაც პონჩი ანუ მე ვერ кайფობდი, მაგრამ რო ნახე ამ ტრიო მანდელზე როგორი რამდენი კომენტარი იყო, იცი, უცხოელების და რამდენი ნახვები ქონდა. იმათვის უცხოა Oh my god, this girl. ეს იმიტომ გაუშვით, ზუსტად აი პაკისტანურ გესმის, ეხა პაკისტანური არ გესმის, მაგრამ ყურში ხო კარგად ხვდება რა. ნუ ეხა ამათ მე მაგათ ვერ შევადარებ, მაგრამ აზრს რასაც ამბობ, გეთანხმები, რომ ავთენტური როცა არის და ვიღაცისთვის ეგზოტიკაა და ანუ ევასება. ო, ეგ არის, აბა რა. აი, ეხა მოდი ჩემები. აი, ეგ მაინტერესებს, ველოდები რამდენი, მე ხო ვიცი ეს რაც იყო. პოზიტიურად რო განგაწყო, რაღაცა ვიდეო შემხვდა და მე და შენი თავი გამახსენდა. აბა სადა ვართ. მე მინდა რომ აი ეს ვარ მე. ეს ხარ შენ. ერთარლები არიან ბიჭო. უსაყვარლესები. მე და შენგან განსხვავებით რა. არა, მაგრამ ეს გახსოვს ის რო გადავიღეთ, რა ქენი ბიჭო ეს? არ გახსოვს? რა ვქენ? ჩვენი სკეჩი რო იყო? მე რო ძველები სანჩიკა და გუკარო ვარ და არ გახსოვს ეს? არა, რომელი სიძახი? ნაშასა რო შედიხარ და ზე. არა, მე წუწუნებ რომ ბიჭო არ ჩამერტყალა ელჩმა, ვაფშე არაფერი არ ჩაუყე. მე ჩემწინო ვიღაცა ძედუშკა იდგა, მე ვიღაც ბოზანდარა ხალი იყო, იმასაც ჩაურტყა, მე არ ჩამერტყა და კიდე ორი გეი იყო, იმათ ეგრევე ჩაურტყაო და შენ მეუბნები ბიჭო მაგარი იდეა ვითომ გეები ვართო მე და როგორ დავამტკიცო რომ გეები ვარ ჩვენ ხო ვიზასაოთო მე და შენ და რაღაც არ გახსოვს? არა. მოდი ვიზასაოთო რაღაცა ფოტოები, სელფიო, რაღაცაო ვაკეთ იქითო და ესეთ მოდი და დავაი და მაინც რას ვაკეთე შეჩება რა რას ვიზასაოთო და ვერ ვრისკავ და მოდი ცოტა ჩავარტყათო რა შენ მეუბნები და გამბედაობის და გახეულ გაპროჭილი მთვრალები მეორე კადრია კადრი წყდება და გახეულ მთვრალები და აბა მან ჩვენ ერთი სურათი მე გეუბნები რომ
რომ წარვადგინოთ მე საელჩოში, რომ როგორც გეები დავტყდეთ რა ჰოლანდიაში თუღალად და მაშინ და აუ საკა ნახე შეჩემა რა კარგად გამოგვივიდა შენ მეუბნები რომ როგორ საკაიფოთ ახე როგორ ზასაო და კი მაგრამ მეთქი შეჩენს რა თუც რატომ იწელა ენა არ ხო ენით ხო თქვით რომ ენა არა რა ენით არ შემეხო რაღაცა და უცბად კადრიაში ვაიმე ჩემი ეგეთ პონჩი ხარ და მე მას ამაში ხედავ და ეს რაკენი ბიჭო და გაგა იმენა სხვა ფოტოებიც იყო იმენო ქენით და შევყევი ეხა უკვე ამ ვიდეოს სხვადასხვა თვალსაჩინო ზაღლების ვიდეოს აი შემდეგი ეგ ვიდეო იყო ეხა ბიჭო ნახე კრეატიულობა საზღვარი არა აქვს მაგრამ აი ესეთი რამე გინახავს შენ აი დენ ვიღაცა ტეხასელი ეს არ მიგვეს იმიტომ რომ მე და ჩემი ქვისლიც ესე ვერთობით ხოლმე რა მე ერთი DJ გინდა თქვინმე და ეგ არის რა რამდენს გამოვიდოდა ეს კარგად აქ? კი. მე ვფიქრობ, რომ წინწამოსად ეს ქართული უფროა. ხო, ანუ შეგვიძლია რომ ნელ-ნელა რაღაც სპორტად ვაქციოთ, მე ტრეკები გაკეთდეს და მე რა ვიცი. კი. და მე წავლენ. დავირუსტება მაგრად. კაი, ეს ერთი, ეხა კიდე ერთი, ნახე. მიაყარე? ხო, ერთი რამ ტანზანიაში ტიპები იქაუ ტომი ერთ-ერთი, რომელთანაც ძალიან ხშირად ჩადიან ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ევასებათ მათთან ერთად ყოფნა ნადირობის ნახვა, ის არ ვიცი რამე სერვისია, პაკეტია, გიც მიყევხარ მომსახურება ტურისტული რა. ნახე რა ჯიგრები არიან და რა საყვარელი ხალხია უბრალოდ. ტანზანიაში. ერთ-ერთი ტომი და ეხა სახელებს ეკითხებენ. შენ რა ქვია და? ჩემ ბიძაშვილი შეჭი. აუციეთ რა ხმა აქვთ ხო? თავიდან დავიწყოთ. და what's your name და ამათი სახელები იკაიფე რა. ნგან ქვია ერთ. ამას ყველაზე ადამიანური. სოფო. კვატეტე კონდუნია. ეს უხასიათოა ნახე. ჩაპა. ამას ჯაბა. ჯაბა და ანკა. ჯიგჭე. რომელი სახელია? აი. სოყრელი ხალხი ნახე ეს. ოგუნჯუ გუდუ მაია. ბუნკო. ამის სახელი ვერ დაიმახსოვრა და გაბრაზებულია. როგორ დაუძახა? აი, ძმობას გაფიცებ, რა ენა არის და ეხა ნახე ამათი ბელადი ბაზრობს. ასოა. ძმობას გაფიცებ. ხო და ეხა მაგის გაგრძელება. ამათი ენა, ამათი ბელადი უნდა ჩართო, ეხა რომელსაც მაიმუნი ყავს ხელში და პროსტა მოусმინა ყვება ნადირობის ამბავს რა, მაიმუნთან ერთად გადახდა. Google Translate. მაიმუნი როგორ ისე. ეს რა არის? ოკიდე ერთხელ ჩართო გეხოცე. რა მაგარიენა ნახე. ანე. არა ბიჭო ცოცხალი. არა. კარგად არა უბრალოდ. ხო, არ ვიცი. შეიძლება. მოინადირა. რატო უზის აბა იმასავით გეგონება პამპერსის გამოცვლას უპირებს 2 წუთში. მაინც ანუ შენ ეს ენა გესმის, ხო? და თქვა, წავედი ოიქო. ამას გვიყავავ, ბიჭო. ანუ ამან იცის რა აი ესეთ ადგილას იცხოვრებ ძმა? აბა. ყველგან ბოლო ვიდეოა ეს. ვაუ, რა საყვარელია, გიჟდები. ჯიგრები, ნახე. ოი. აი ეს არ არის სამთხე, მეტი რა არის შეჩემ. გულაობს.
მაინც რამე ხო არ გამომრჩა. ეს ბოლო, არაფერი ისეთი უბრალოდ პაკისტანელი გოგოები არიან. გიჟდები ამ პაკისტანს. და просто უბრალოდ ნახე რა, ექსტასში ვარდებიან სიმღერის დროს. ეს ის ხალი ხო არა? ეს დები არის, დები. აი. ჰატ. ნახე რა, კარგად არის ეცე. მე ვიცნობ ამას. ბოლო არ გამოტოვოთ ვაწერია და ნახე, ბოლო აღარ მახსოვს. აუ რატო სოუკაც. ვიცნობ ამას ზიტა. მერვე კლასამდე იცი როგორი მუდო იყო ეს, აი. მასტუ კალანდარ იმისია ნუსრატას. ნუსრატ. ხო რა, არაფერი ისეთი, ნუ უბრალოდ და ვენახებინა რომ ძალიან ემოციური გოგოები ყავთ პაკისტანში. შენ აქ უნდა Iron Man-ი რა მაგარი. ვინმე თუ იცით ასეთი Iron Man-ის ფორმა თუ იყიდება და მხოლოდ დაემკაცთან არ არის, გეხვეწ არსებობს? ესეთი იქ რო იყო? სადი არ თქვა ხმამაღლა ეხლა რეკლამა არ ჩაგვეთვალოს. იქაურ და აქაურ მე მითხარი. გოგოებისგან განსხვავებით ის გამახსენე რომ ერთხელ კანაპეში ხომ მოგიყევი თუ არა? კანაპეში ვზივარ და ვიღაც გოგო მოდის რა, ჩემს უკან ვიღაცა ბავშვების ხედან, ნუ გოგოები ბიჭები რა და ეს გოგო მოდის ჩვეულებრივი შესახედაობის ქერად, მე ნორმალური ჩაცმული ბავშვია რა. და ეთყობა ის ბიჭები არიცნობენ ამ გოგოების პადრუგა არის რა და მოდიან და გააცნეს ეს მოდი ეს გოგო მოვიდა და ეს გოგო ანუსი უცბად მიესალმა ეს გოგო რა უთხრა ანუსი და მეთქი რაღაცა მეთქი ფალოსი აი აზზე არ იყო რას ეძახდნენ მე დავგუგი გვარს აღარ ვიტყვი იმიტომ რომ მე ვიპოვე იმას Facebook-ში ამ გვარის გოგო და აი ეთყობა სახშიც არ იცოდნენ რას ეძახდნენ პადრუგ მეგობრები რომ ალბათ ანი იყო და მან ხო იცი ნანუსი ქეთუსი და ამან გადააკეთეს ანუსი პროჭი რა შედაირქვი ისა ფალოსი ხო ის მოგიყევი ხო ხატის კაცი და გია თუ არ თქვი აღარ მახსოვს მოვყევი აქა ჩვენთან ტიპი რო არ მოვყევი ეგ რა ნუ ფალოსი რა შემიყლეაო რო იძახის დასვაცი არა გოგი გვახარიას ფსიქოგადის რა და კაროჩე ანტენების დრო არის ანტენებით რო იჭერს ტელევიზორი და რესტორანში არის დაცვა რა და იქ ტიპი მიყვება ისის დაცვა იყო რა ესეთ გასო და უყურებს რომ ფსიქოსო რა გოგი გვახარიას რომ იყავდა და ეს გოგი გვახარია იქ და მთელი გადაცემა განხილვა რომელიღაც ალმადოვარის ფილმის შემდეგ გოგი გვახარია ხშირად ახსენებს სიტყვა ფალოს და ფსიქოლოგიც რა თქმა უნდა იმიტომ რომ დიეგოს ფალოსი ხო არ არის მხოლოდ ფალოსის ზალის კულტი რომელიც იყო ანტიკური ხანიდან ფალოსის კულტი ფალოსი და არ გაჩერდნენ შეჩემა ნახევარის ანალიზი ფალოსის სიტყვა იყო და ეს ტიპი უყურებს ეს სხვას ვერაფერს ვერ თავს რა ანუ ანტენაა ის არის არაფერი არ არის და კინო მეორე სიკითხე ჯო ფალოსი რაღაც შემიყლია ბიჭო რავი გასო რა ვიდეოებმა მე მომეწონა ხო და კიდე უფრო მეტი გვექნება ხოლმე რაღაც ისეა რა რაღაცა მიაკდა ისტორდება და მე შეგადაშიგ რაღაც ვიდეოები გავიხსენოთ და ეხლა დავფიქრდი რომ რომელიღაცა ვიდეოები რომლებიც კარგია მარტო შორტის სახით კი არა ისეთ შეგვიძლია რომ გავუშვოთ და 2 წუთიანიც რო იყოს თუ საინტერესო და კარგი ვიდეოა ეგეც წაიღებს რა და კიდევ მეორე ისეთი მხდება ხოლმე რომ ეხლა ეთერში ვერ გავუშვებ ხო მესმის არის რაღაც რეგულაციები რომელსაც ვერ დავარ ზოგი ძალიან შავია ზოგი ძალიან თეთრი უმორი მაგრამ არ თქვენ რაც გინდათ ნებისმიერი ვიდეოები გამოუშვით და თქვენ გამოშვებულ ვიდეოებს მე ჩვენ აი ხა როგორც ეხლა უყურებთ თქვენ გამოშვებულ ვიდეოებსაც უბრალოდ არ ჯერჯერობით არ ვიცით ხო სად უნდა გამოაგზავნონ ანუ ესე ვეუბნებით რომ გამოაგზავნოთ მაგრამ სად გამოაგზავნონ ხო კომენტარებში ამ გადაცემის რო დაიდება ეს გადაცემა ილო და ვაკაჭის კომენტარებში ვეცდებით რომ ჩაგიგდოთ მისამართი და ან კომენტარებშივე ჩააგდეთ რა ანუ ვიდეოთ თუ შეგიძლიათ და თუ ეგ არ შეიძლება მეტრო ზუსტად არ ვიცი მე მგონი რა რა პრობლემა უნდა იყოს მაგრამ კაცო ურთიერთობა ადამიანზე როგორც მე და შენ ურთიერთობა ხო შეიძლება თუ უყვებით იმ ამბებს არაფერს არ ვერიდებით ეხლა ეს ვინ არის ხა რა უნდა ამას გულისხმობ იმას რომ ხო ან კომენტარებში ჩააგდეთ ან კომენტარებში ჩაგიგდებთ მეილის მისამართს და ისე ვქნათ არა არ ძალიან მე დამირეკეთ რა ბოდიში ვინ იყო აი ხო გითხარი მანქანებზე რო ვილაპარაკ მანქანის დათრევა მინდა და რაღაც
აი კაკნის რა უცხო ნომერი რეკავს ვიღაცა და კომპანია რაღაციდან არ ვიტყვი მაგ კომპანიის სახელს გამიკეთეს მონიტორინგი. ავტომობილით ხო არა ხართ დაინტერესებული? არა, მე მკითხეს დაზღვევით ხო არ ხარ? არა, აღარ გვისმენ. ისე ხო იცი მაგაზია არის თემა. შენ ეგ დაგმართნია რომ აი პროსტა ბაზრობ რაღაც შენ ინტერესებს რა ტელეფონი. მაგაზი არ გაგიგია თეორია და გიგდებს მე მაგის მიხედვით. ხო, მაგრამ იმან როგორ არ ვიცი ძმაო, ეგ მაგას ვეღარ ავხსნი, მაგრამ მაგაზე ბაზრები მე გათიშეო და არა ვერ მივხვდი უს. ღაზე ხარ? ეგ ტელეფონიც ისმეს. აჰა, რაზეც ლაპარაკობდით, მაგრამ ხო. მე შემჩნევია რაღაც ეგეთები. მე რომ რაღაცას ვიტყვი და მეორე დღეს მიგდებს რავი. ეხლა რო თქვა რომ რემონტი ხო არ გავაკეთე. ეხლა რა გამახსენდა ეს საიტი მეჩიტება ლინკი რემონტზე თუ რაღაც. ეხლა რა გამახსენდა ტელევიზიაში მუშაობ და მიმყავს ესეთი გადაცემა ატალანტი რა. მახსოვს. ხო გახსოვს და ლეგენდარული ატალანტი. ხო და უკვე რაღაცა ხალხი მცნობს, რაღაცა უკვე ასე ვთქვა, ისე ვიტყვი თუ ასე, ნუ ცნობადი სახე ვარ რა, პოპულარნი ვარ. და ერთი გოგო მომწონდა და მინდოდა სულ რომ რაღაცა შანსი მქონოდა რომ რაღაც მინდოდა სულ საკმარისია უკვე ხო всё მინდოდა სულ და ამ გოგო მითხრა რომ მაშინ იყო ძალიან მოდნი ბარი იყო ბარი ნომერიც ამ ტელევიზიის ბარი და ვისი ნახვაც გინდოდა და ვინც კი სვეცკი იყო არ იყო სვეცკი პოპულარნი ყველა თელი თბილისი იყო იქ რა ტელევიზიის ბარი და სულ სამი ბარი იყო სად იყო? ათინათი ადგილას იყო. არგო და ეს იყო ტელევიზიაშივე იყო რა. თვითონ? ხო. აი ბუფეტი სადაც არის. სტელა იყო მე ყველა ტელევიზიაში გზა სტელა. კვერცხი იწვებოდა, ორი სოსისი, მაგნა იყიდებოდა, რაღაცა ისა. ბამბანერკა. ხო, რაღაცა ლუდი ქართული. აი საშინელი და ზინტლიანი მაგიდები და სიგარეტით, მაგრამ ურთიერთობა ყველა მანდიყო. ნუ კაროჩე შემოდგომა მე ალერგიული ვარ და ეს ახალი გადაღება მაგ და ეს გადაღება ხო იცი აი მე რომ მოყე რაღაც გრიმი მოიშორო და რაღაც პუდრი და ეს ხო აქვს ყველას რა მე გადაღებაზე ვარ და მარიაჟო რა და ამანაც ამ გოგონა მითხრა რომ მე რა დამპატიჟეო რა ერთხელ მეგობრებთან ერთად მოვალ და მოვიდა ნუ ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს და ხერითი გავეპრანჭო რაღაცა აი ეხლა როგორ დარეკავა და შანსი მაგრამ ეხლა გავეპრანჭო რა ესე ნავი თუ და რამე და თან უკვე პოპულარნი ვარ უკვე რაღაცა და დასწრენ ესენი რაღაცა მე შემოდგომაზე ალერგიული ვარ როგორც გითხარი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ესე აუდექი რაღაცა და ერთი წუთით მეთქი რა გრიმს მოვიშორებ და დავბრუნდები თქო რა ამ მაგიდასთან სხდომებს ვეუბნები და ამ გოგოს რა და ამა რაღაცა მითხრა ხუმრობა რა არც ისე სასაცილო მაგრამ მეც აი ხონდა პასვორდი და მეთქი და და ეს ჯგვინტლი ესე და აი ესე ეს ჯგვინტლი ბიჭო ერთი და ესე გაიბერა კერე აი ესე იბერება რა ლოკი და აი ეს გაუცი და ეს გოგოები მიყურებენ და აი ჯგვინტლი აი სუპერ ბაზუკა რო იბერება აი ესე და ჩერეს ამ ჯგვინტლი უყურებ ამ გოგოს როგორც აი ნაძვის ხეში რო ჩაიხედე ხო და ესე ჩანს მე მგინდა ნაძვის ათამაშაში რო ჩაიხედე აი ნაძვის და მეთქი რას გავს ეს დავპატიჟე მე ეს და ჩერეს აი ბიჭო ჩემდაბე არც გასკდა არც მომჟა და ეს ცოტა ჰაიდა და აი ესე წამიღო ამ ჯგუფ იმის მე არ მინახია ეს გოგო ვეღარ ნახავ ბაბში აღარ მინახია სად არის როგორ აუ ეგ ისე რა მურტალიეთო მეც დამემართა ერთხელ ეგრე აი ხა ვინც არის ჩემი მეუღლე ანი უსპიდან ჩამოვდივართ რა და აი უბრალოდ რაღაცა უცებ ციკის წავიღე რაღაც მაწუხელა და ნუ ისეა რა თან გაიხედა სპონჩი და ხო იცი მე მეთქი სიტუაცია და რა და შენ თავს პიტრო სისხლიანი რამ ხელაში მტირდი და ამან ზუსტად მაგ დროს გამოიხედა და ეს შემჩა ხელში ეს სორი წროწაჟონ და ისეთი სიცილია უტყდა რა ანუ სისაყვარლე გაიჩნდა რომ მე და მე ნუ ვიღადავეთ ბევრი მაგაზე მაგრამ იმ მომენტში რა დამემართა იცი არა და როგორ ვეპრანჭები იცი რომ კუსტბაზე ანუ კუსტბაზე შევხვდეთ მეთქი ერთმანეთს თუ რაღაც დეიტი გვაქვს და წრეებზე დავდივარ და იმეც ყუაზე არა ვარ და გავიგე რომ ანისევასება რაღაცა ისეთი ცოტა ისეთ მოქარგული რაღაცა პერანგები თუ რაღაცა რა და როგორც ცივა იცი უკვე ცივდება მაგრამ მარტო ეს პერანგი მასვია და თან ვიყინები რა მთელი გზა რაღაცებს ურთიერთობა ეს არის როცა პატივის თემაც და ხო იცი ანუ long term ურთიერთობას ჩალიჩო და ნუ აი ჭკუაზე არა ვარ მაგრამ თან ვიყინებოდი და აი ყველაფერთან ერთად მე რო დაბლა ჩავედი და კიდე ეს ისყლიანი ჭკუნტი რო შეჭა მე და მე ვარ და თელი მანამდე ორთვიანი ამბავი მეთქი წყალში ჩამეყარა მაგრამ გამიგო ვიღაცა მოტოციკლეთ მოდი მაგრამ ისე მომიყენა კი მაგრამ წამაქცია ტიპ მაგრამ კბილები ჩამესვა ჩემაც იმას ცალკე მოგიყვები გიგი
ნუ კაროჩი ჩამოსა დროებით რა რაღაცა და რაღაცა მეთქი ბიჭო რაღაცა ეს პროცესი გავარდა და პანჯარაში შეუვარდა რა და თალყო მივაჭრია მას და ის მიყურებს და ეხა ეს ადიკი აიღე და გააჩია კიდე ბოდი არა და მანამდე ბოლო კაიგეთები ბიჭო ღამე არ კაი კბილები მქონდა ეხა თავს არ ვიქებ მაგრამ რა ცხენის პრჟევალსკის სიცილი მქონდა წერპლევას ცხენის და აი ხო ჭადრაკის ხო აი ბრემენსკი მუსიკანტი ეგეთ ვირის ცხენს და ერთი კბილი მომძრა და გიგის урეკავ ჩემს მაკაც რომ მეთქი გიგი მიშვენე რაღაცა კბილი მომძრა და კაუჩი მოდიო და შეხედა რაღაც ერთი კბილა თან წინა რა აი მაგარ ო რა კაია ერთი წუთი მაინცადე რო არ გეთან იცის რომ აი რამ ჭირს იცი ხალათში რო უყურებ გიგის აი მაგრამ ეშინია და ქუჩაში ჩვეულებრივი ურთიერთობა ყო მაკაცო ხო მაკანკარებს და გაუკეთე ამას ნემსიო და გამიკეთე და როგორ გამიკეთე აიტყობა მე კაუჩი მე ვიფიქრე რომ აიტყობა ძალიან მობიერია ჩემს მიმართ და უყვარვარ და ბევრი ნემსი გამიკეთე ეს როგორ არის რომ ამას ვეღარ ვგზნობ თვალებს ვეღარ ხუჭო აი გამიყურსა ყველაფერი და მოვიდა ვა რა კაიაო ასე კაიაო ერთი კვილი რომ ბარემო გავაკეთოთო რა და ვა მეთქი ბარემ გავაკეთე ერთი წუთითო და გააძრო ეს გვაზდაძე ორი თუ რაღაცა ეს იარაღი და კვაკინ და 9 კბილი ბიჭო ასიძე ერთი ხო მომძრა და აი თელი ყბა ჩამომიღო და მეთქი ლანცეტი მაინც მომეცი მეთქი და რა ადგეთ მეთქი თავს დავიცავ მეთქი რომ მოხვედი თუ თემეთი აი ის რა ასე დაგვიქნა და დაგვიხარა და აი ესე და უკბილოდ დამტოვა მეც ქონდა დროებითი შეჩემოთ შესაძლოა გადაღების დროს და ისტერიკების სცენა მაქვს რა წარმოიშვება არ გამახსენე მეც დროებითი მქონდა კისტა მქონდა და უნდა მოგაშოროთო და მეთქი გადაღება მაქვს და რანაირად ოპერაცია ანუ თუ არ გაიკეთებო დაგინძრაო და ამიტომ დროებითი უნდა გაიკეთოთო რა იმიტომ რომ სხვა პონტი არ არისო უბრალოდ შანსი არ არისო რომ ეხლა შანსი გადაღებებზე ირო თან კბილი ქონდა და დროებითი მაქვს კბილს და ჩიკასთან მაქვს ენა და რაღაცას უდრაკენ მეთქი ეს დამოწყნული რაღაცა და უკა გზნობ რომ შიგნით რაღაცა მიყანყალებს ხო ხტები რა და ეგრევე დამოწყნული და სცენარში ეგრევე გადავაკეთე სცენარი მაგრამ მაინც რო იცოდე ეგრე არ სცენარში რომ ბოლომდე ვყვი ხო ხტები და ბოლომდე ვატრაკებ რა და მე მივდივარ და არ მინდა დავიწოდე არა შეჩემა უყვირე წკაპუცებს 7 რატო გახდე მე ვთხარი მე ვფიქრობ მეთქი რომ ანუ შოკისგან და რაღაცა ყველას მეუბნები რეჟისორს რომ გავაправო ეხა ყველას ქონია მაგრამ გააქ ანუ შენ ექიმიშიში კბილის აუ მაგარია აუ როგორ მეშინი არის მაგრამ ეხა უკვე 9 კბილი ამოღე ერთ ამოღებაზე გადავიდი მეშუბები ხო ერთხელ ვიგინე ძალიან ანუ კბილი მდგა და მიმიყვანეს იქ და მე სუბოდიშებს ვხდი რომ მეთქი კბილი რომ მდგივა მეთქი არა ადეკვატური ვარ რა აშინელია პირვარძია ვარ რა აღარაფერი აბა თქვი დაბა subscribe-ეთ დაბა subscribe-ეთ არა დაგვა subscribe-ეთ დაჯმა გასარ ეხა თქვი დაგვა subscribe დაგვა არიცი მეთქი მაგრამ მოვიმატე მეთქი დღეს ვეუბნები კატოს მაგაზე ენის და მაგრამ მოვიმატე მეთქი რა დაჟე მეთქი აი რომ ვიხრები თქო თას მე მგონი ენაც გამისუქთა მეთქი ყველაფერს გაკოჭდი დაგვა subscribe დაგვა subscribe დაგვა subscribe აი ეგრე და დაგვა like დაგვი like-ეთ დაგვი like-ეთ გვერდი კი მოკლედ ძალიან გიყვარხართ და შევხვდებით ერთმანეთს დღეს იყო უკვე რიგით მე-4 ეპიზოდი მე-5 ეპიზოდი დაგვა subscribe და დაგვი like-ეთ კარგად ბრძანდებოდეთ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს ადიოს მადლობა ყველას